აბა მეზობლებო, თქვენ იცით, ახლა მოვიდნენ სტუმრები და ვისაც რა შეკითხვა ჩამოგიწერეთ, გარკვევით და ნორმალურად წაიკითხეთ. გასაგებია ხო? აბა არ შემარცხნოთ, ახლა თქვენი იმედი მაქვს. ბატონო გამგებელია. ხო. ტაში დაუშვათ? კი, ტაში უნდა დაუკრათ, კი. გასაკეთე, ბიჭო, ახლა კი არა, კაცო. რო შემოვლენ, მერე უნდა დაუკრა. მერე, ხო? აბა ორკესტრი, წავიდა, ტუში! აი, მოდიან, აბა ტუში მეგობრებო, ტაში და ტუში მეგობრებო. აი, მადლობა ესეთი ორიგინალური თაიგულისთვის, უღრმესი მადლობა. ბიჭო, ეს რა არის? რა არის? თვითონ რო გუჩის კაია მოწევას? რა კონდეს ბუკეტს, ათქი სიგარეტებს და მოწევას თვითონ. სიგნა აღარ მიდი ხა. გაგაფრთხილე მე შეგვიძლია აღარ შემოშალო მე თქვენ. მიდი ხა. გაიგოს. შენი ხა. გუგული. კაი, ბატონო ირაკლი. აქეთ მოგძანდით, ბატონო ირაკლი, ხმას გამოყევით, აქეთ მოგძანდით. აი, მიყოვეთ, მოყვებით. მოდი, გამოყევით, აქეთ. ვაი, ჩემი სიკვდილი, დედა ჩემი სიკვდილი. კაი, ბატონო ირაკლი, ძალიან ხო და აქ დაბრძანდით, რა თუ შეიძლება და აღარ ადგეთ აქ. დიდი ავილეწე ამ ხების და ვატირე. მე რამდენი, და გაოფლიან და ისევ გაოფლიან და რამდენჯერ გითხარი, შვილო, რო ცოტა იმას კი. კარგი. ესე დაჯექი. კარგი. გამოაჩინე, რაც ლამაზი გაქვს, გამოაჩინე. კარგი, ბატონებო, დროა დავიწყოთ კონსტიტუციის ახალი ვერსიის განხილვა. კი ბატონო, ბატონებო, უკაცრავად დავიწყოთ განხილვა, მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებდეთ, მე მინდა დიდი მადლობა მოვახსენოთ ჩვენ მიწაწყლის შვილს, ბატონ ირაკლი ალასანიას ტაში მეგობრებო. დაძექი, ვინ ალასანიას, კაცო, რა ალასანიას? უკაცრავად ბოდიშ გიხდით, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლის სესიაშვილს. არა, ბოდიში. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მივეცალო. ой, ბატონ ირაკლი კობახიძეს მინდა დიდი მე მინდა სანამ დავიწყებდეთ განხილვას, ბატონო, ვილოცოთ ჩვენი ღვთაების მიმართ. დიდება ბატონ ბიძინას. დიდება და ტაში და ტუში ბატონებო. კარგია. ბატონებო, დროა დავიწყოთ კონსტიტუციის ახალი ვერსიის განხილვა. დროა შეუდგეთ საქმეს. გამარჯობათ. მე აქ ორი კაცი ვარ, ერთი გლეხი კაცი ვარ, თამაზა ვარ, კვიციანი. პარლამენტარი არ გეგონოთ. ხო და კითხვა მაქვს რა. ერთი უსწავლელი კაცი ვარ და გეტყვა ბატონო, მაგას ვერ უსწავლელი, გეტყობათ. აბა შე არ გეკითხა, პარლამენტარული. გისმეთ. კვიციანი ვარ, თამაზა მკლავზე დავიკლავ ამასა ეხლა. ერთი კითხვა მაქვს, რა შეიძლება. პარლამენტი თბილისში გადადის? გადავა ბატონო ემზა, უკაცრავად ბატონო თამას გადავა. გადადის. გადის. ეგ მაინტერესებდა, მადლობა. კარგი, ბატონებო, დროა შეუდგეთ საქმეს. მე მაინტერესებს, ვის მოსწონს კონსტიტუციის ახალი მოდელი. მაგარია ძალიან მაგარია, ისა რა ქვია, თან დემოკრატიულია, მინდა გითხრათ, ბატონებო, ძალიან მაგარი კონსტიტუცია. ძალიან მაგარი კონსტიტუცია. და თქვენ წაკითხული გაქვთ თუ არა? უკაცრავად წაკითხული გაქვთ? დალი. ნაცლია. აი ხედი, კაი. უკაცრავად რამ კითხეთ ბატონო. თქვენ წაკითხული გაქვთ თუ არა კონსტიტუციის ახალი ვერსია? რა თუ და მაგას წაკითხვა, ისე ვარ თქვენში დარწმუნებული, რომ ბრმად გენდობით. გარედან ეთყობა, რაც არის ეგ კონსტიტუცია, გარედან ეთყობა. გო. ხოთა შორის ბატონო, თქვენ გეტყობათ, გაიდან აცხა პიტარო ხართ. დაძექი ბიჭო. ისა ბატონო ირაკლი და ეს პიტალო მითხარი რა, რა ფულია. ჩვენი სოფლელი არ გეგონო ნაციონალია ვიღაცა, გიჩქრა. მოგესალმებით, კითხვა მაქვს ერთი. დიახ. სუსხვა ვარ, კვიციანი ვარ, დავითა ნაცემ საუკუწავ ხმალითა. კითხვა მაქვს ერთი. პარლამენტი თბილისში გადადის?
გადადის ბატონო ემზარ უკაცრავად ბატონო დავით გადადის მე რამდენად უნდა გითხრათ რომ გადადის ბატონებრო გაუგებრობას ადგილი რო არ კონდეს მე წარმოგიდგენთ ახალ კონსტიტუციას თუ შეიძლება მობძანდით რა მობძანდით ტაში ბატონებო ტაში და ტომში ბატონებო ტომში აი ბატონებო ასიაჯობია ოპოზიცია რო იზახო და ვითომ ეს მთავრობა თავის თავზე ირგებს კონსტიტუციას ერთი გამაგებიათ რომელმა მთავრობამ მოგვარგო ჩვენ კონსტიტუცია არც ერთმა იმიტომ რომ დანი არ გვივარგა და ვისაც მოუხდა ბატონო და მოერგო შეარგო დეპუტატი კაცი შეგარგო შემოგევლე ღმერთმა და დიდხანს და კარგად იყავი აბა შეც კარგით ტაში დაუკრათ ამ ინიციატივას ტაში ბატონებო ტაში კარგით ჩიჩუმე თუ შეიძლება ბატონებო მე მინდა ერთი ინიციატივა მოსულ ბატონი ნაკლის მოусვიდოთ ხო დიახ საბირფარეშო საით არის საბირფარეშო აი ბატონი იყო ესე გაუყევით და იქ აქეთ გავუყვეთ აბა ბატონებო ერთად გავაცილოთ ბატონი ნაკლის საბირფარეშოში ტაში ბატონებო გამარჯობათ მოგესალმებით ვიციანი ვარ ნარგიზა თქვენთვის მოვედი ამიზა კითხვა მაქვს ესეთი პარლამენტი გადადის თბილისში თუ არ გადადის გადადის ქალბატონო ემზარ უკაცრავად ქალბატონო ნარგიზა გადადის ბატონო ღმერთო რა შეგცოდი ამისთანა რა დავაშავე გადადის გასაგებია თუ არა ეხლა მაინტერესებდა დედა სასწაული იგაცია რა იკაცი კაჩეთი კაცა ვინ ეს კაცი რა კაცი ისი კიდით გამიაკებ ხوار გამოიხედე თვალებს წაიწვი მადლობა ბაძაკი და შეიძლება რახმაულია აი შენ მოგიკვდი მე შენ მოგიკვდი დედა მოდი ირაკლი მოდი საპირფარეშო და საქათმერო ვერ გაგირჩევია ერთმანეთს არა და ესეც როგორ უხდება ესეც როგორ ბატონებო ტაში კარგი ბატონებო ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცეთ ჩვენს თანასოფლებს რომელსაც ძალიან კონკრეტული და კრიტიკული შეკითხვა აქვს მთავრობასთან გთხოვთ ბატონო გაიოს გელაშვილი ბატონებო ამოდისმეტები სალამი დაქციემ ხარაგებო მე მაქვს პატივი გამოვიდე თქვენს წინაშე სიტყვით და განცნოთ სიხარულისა დღევანდელ დღესასწაულისა რომელიც შედგეს ამ ხარაგებო მაშინ როცა ჩვენს სოფელში შაბლელი ბროტი ძალა სისხლის უკანასკნელის წვეს სწობდა ხალხს გამოჩნდა მზის სხივი ახალი მთავრობის სახით და ხალხს მოუტანა ნათელი მოუტანა ბედნიერი ცხოვრება ამუშავდა ფაბრიკა ქარხნები დასაქმდნენ ადამიანები დოვლეთით აივსო ბეღელსავარგულები 5 წლედის გეგმამ 10 წლედისას 6 ჯერ გადააჭერბა დიდება ჩვენს მშობლიურ პარტიას დიდება ჩვენს ბელაც დიდება ბატონებო დიდება ოჩა და კარგი ტექსტი დაგიწერია ძალიან კარგი ტექსტია ეს ჩემი დაწერილი არ გახლავთ ეს ტექსტი ჩემმა პიონერ ხელმძღვანელმა დამიწერა როდესაც მე პიონერი გახდის 1927 წელს. როდესაც ჩვენ შოპენში ცეკას მდივანი მოდიოდა ხოლმე ამ ტექსტით გამოდიოდი მე ახლა ეს ტექსტი მე სკიფში ვიპოვე და ამ ტექსტში აღწერილი ბედნიერება არაჩვეულებრივად დაემთხვა დღევანდელი დღის ბედნიერებას დღესასწაულს. ნება მომეცით სიმღერით შევამგონ დღევანდელი დღესასწაული. ხო ოცნება ჩვენი გული, ოცნება ჩვენება, ოცნება იქნება დაბრაგეშლება. ბრავო! ოცნება იქნება დაბრაგეშლება. დიდი მადლობა ბატონო. დაბრაგეშლება. დაბრაგეშლება. დაიწყალეთ რა ხელოსას დაუყარე ყენებო ეცის დაკალაბა. გეიმაით მოსულდა კიდე. მეც ასეთა გული კაცო. ირაკლი, ეხლა მომისმინი არ დამიწყო ის ჭამა გიწევს ერთი კოზი შეჭამე, გიხვეწები. არ მინდა. მე ვოსკის ხათრი შეჭამე, ირაკლი, გააღებინე, მიდი რა, ვოსკის ხათრი. აი ესე, კაი ბიჭი ხარ. აბა ბესელიას ხათრით ესოტა. არ მინდა. შეხედე ირაკლი, ბესელიას ხათრით. ბესელია არ მიყვარს. რატო? ბიძინას ხათრით უღიმი მარტო. მაშინ ბიძინას ხათრით შეჭამე ერთი ლუკმა. აი რა კაი ბიჭი.
აბა ეს წამით განცხადება მინდა რომ გავაკეთო. შავი პრადო დგას ჩემ ჭიშკართან და გეხვეწებით გაწიეთ რა ვისი არის. შავი პრადო, ვისია შავი პრადო? ჩემია. კაცო, გამიწიე რა გეხვეწები. არა, ვერ გავწევ. გავსქვია ვერ გაწევ, კაცო, ჩემი ჭიშკარია და ვის აქვს იმის უფლება რომ მე ჩემ ეზოში არ შემიშვას. ვერ გაწევის კი არა, კაცო. ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს კონსტიტუციაში ეს წუთია შევიდა კიდევ ერთი ახალი მუხლი. ჩემს მანქანას უფლება აქვს დღეიდან იდგეს ნებისმიერ ჭიშკართან და ნებისმიერ ავტოფარეხთან. როცა უნდა და რამდენი თვითაც უნდა. წერტილი, გაუქმწმო კანონიერ შესაძინააღმდეგო თორე კი გაგიწერე. კანონს ხوار დავაღებ გავალ, კაცო. დიხ. კაცო. დიხ. მოგესალმებით. ერთი შეკითხვა მეც მაქვს. მე ძალიან მომწონს მუხლი ახალ კონსტიტუციაში, სადაც წერია რომ ოჯახი არის მხოლოდ და მხოლოდ ქალი და კაცი. ეს არის ფანტასტიკური. უბრალოდ ხომ არ დაგვეკონკრეტებინა, რომ ორივე ქალის და კაცის უნდა იყვნენ ქართული ოცნების წევრები. იცით რა არის, ამას ჩვენ ვერ ვაიძულებთ, შეიძლება სხვადასხვა პარტიებიდანაც იყვნენ. კი ბატონო, იყვნენ სხვადასხვა პარტიებიდან, მაშინ ასეთი ცვლილება შევიტანოთ, რომ მამაკაცი ქმარი აუცილებლად უნდა იყოს ქართული ოცნებიდან, ხოლო ცოლი ნაციონალებიდან. ხომ ხვდებით? საინტერესო ინიციატივაა, ტაში მეგობრებო. ტაში ბატონებო, ტაში. ბატონებო, როგორც ჩანს, მოსახლეობა ძალიან მოსწონს ჩვენი კონსტიტუცია და ამიტომ გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ბატონებო, ტყვარცალებს თიკანი თონეში, ტყვარცალებს! ერთი წუთი ბატონო, ჯერ ჩვენ არ დაგვიმთავრებია კონსტიტუციის განხილვა, ძალიან გთხოვთ. რა დროს თიკანია? ახლა კონსტიტუციას თუ გადავაყოლეთ, ეს ანგელოზივით პურმალელი, ქალბატონო გუგული, გინდა მიამირჩევია პრეზიდენტი, კიდე ხალხს აურჩევია. კარგით. რას ლაპარაკობ? მომდანით ქალბატონო გუგული გაშლილია სუფრა და ბატონო როგორ წამოიყვანა. არავითარ შემთხვევაში ირაკლი ნაჭამია ძილის დრო უწევს ეხლა, კაცო. ძალიან ხო წამომძადეთ. არავითარ შემთხვევაში. მომდანით რა, ხალხო, მომდანით რა, თუ შეიძლება უკან გაშლილია და არ დამთავრებულა მომდანით რა. ჯერ არ დამთავრებულა. პურმალელი, დიახ, პურმალელი. აქ არის სუფრა. პურმალელი. ჯერ არ დამთავრებულა. ვაი, რა სიცხულია, რა დღეში ხარ, კაცო. ჯერ არ დამთავრებულა განხილვა. ჯერ არ დამთავრებულა განხილვა, არ დამთავრებულა ჯერ განხილვა არ დამთავრებულა. რომელი საათია? მოდი ირაკლი, ადექი. ძილის დროა ეხლა, გაიფერხე. ძილის დრო არ მინდა ძილი. მოდი კაცო, რას ქვია, არ გიგო. ძილი არ მინდა. აბა დახუჭე თვალები. როზე, დახუჭე თვალები. ცო. არ მინდა ძილი. დახუჭე თვალები, შენი ხმა არ გავიგო. არ მინდა ძილი. ხმა. ირაკლის ეძინება, თვალები ეხუჭება, ციციფერად ფერადი, ოცნება ესიზმრება.